შეინახავს ოლიგარქი ამერიკიდან და დიდი ბრიტანეთიდან გადმოტანილ ნახატებს 480 მილიონი დოლარის ფერწერული ტილოებისათვის შესაბამისი პირობები ნათია თურნავას აქვს. ეროვნულ ბანკში სპეციალური საცავია ტენიანობის და ტემპერატურის კონტროლით. დასავლეთიდან ნახატების ევაკუაციის მიზეზი სანქციების შიშია. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კი სანქცირებული ფარცხალაძის ქონების დასაცავად რეგულაციაც კი შეცვალა და უკან არც ოლიგარქისთვის დაიხევს, ამბობენ ექსპერტები. სალომე ლაბაძე მოისმინა თემაზე შეფასებები, რომელიც პირდაპირ ეთერში გვერდება. მიაქირავა თუ არა ნათია თურნავამ ბიძინა ივანიშვილს საკასო ცენტრის ფართიამ ნახატების შესანახად ჩვენ ეს კითხვა უკვე გავუგზავნეთ ეროვნულ ბანკს და მათგან შესაბამის განმარტებას ველოდებით. მანამდე კი ვისაუბროთ იმაზე, რაც დადასტურებითაა ცნობილი. დადასტურებით ცნობილი კი ისაა, რომ 2025 წლის იანვარში საქართველოში შემოვიდა 481 მილიონი დოლარის ღირებულების ფერწერული ნამუშევარი, რომელთა საერთო წონა თითქმის 7 ტონას აღწევს და რომელიც ქვეყანაში გამოიგზავნა 3 ამანათად, მათგან 2 გამოიგზავნა შეერთებული შტატებიდან, 1 კი დიდი ბრიტანეთიდან, რასაც შედეგად უნდა მოჰყოლოდა საქართველოს ბიუჯეტში 252 მილიონი ლარის შეტანა, რის შესახებაც ცნობილი არაფერია. თუმცა თუ ვივარაუდებთ და სავარაუდო სწორედ ესაა, რომ ამ ნახატების მფლობელი არის ბიძინა ივანიშვილი, მაშინ მოსაოდნელია, რომ ის ბიუჯეტში ამ თანხას არ შეიტანს, ასე კი იმიტომ, რომ სწორედ ბიძინა ივანიშვილმა 2024 წელს საკუთარი საპარლამენტო გუნდის დახმარებით ქვეყანაში ამოქმედა ოფშორების შესახებ კანონი, რომელიც მას შესაძლებლობას აძლევს, რომ უცხოეთში ოფშორულ კომპანიებში არსებული ქონება საქართველოში ისე გადმოიტანოს, რომ არ გადაიხადოს არც საიმპორტო გადასახდელი და ასევე 2030 წლამდე ქონების გადასახადისგანაც გათავისუფლდეს. რა თქმა უნდა ეშინია სანქციების და ურჩევნია რომ საქართველოში კონდეს ეს ნახატები, ვიდრე კონდეს ნებისმიერ სხვა იურისდიქციაში, სადაც შესაძლებელია რომ ის ჩამოერთვას, გაიყიდოს, გასხვისდეს და მიღებული თანხაც კი არ მოხმარდეს ივანიშვილს და რაც თავარია, მას უკვე გამზადებული აქვს საკანონმდებლო ბაზა იმგვარად, რომ მნიშვნელოვანი შეღავათი ნახოს ნებისმიერ სხვა ქვეყანაში ამ ფერწერული ტილოების შეტანა, მას დაუჯდებოდა ასეულობით მილიონი გადასახადის სახით, სამაგიეროდ საქართველოში მას თამამად შეუძლია დაახლოებით 240 მილიონ ლარზე მეტი არ გადაიხადოს იმ სახელმწიფო ბიუჯეტში, რომელსაც სერიოზული ეკონომიკური კრიზისი და მათ შორის ფინანსური კრიზისი ელოდება. ანუ ივანიშვილი მორიგჯერზე სეიფად იყენებს ამ ქვეყანას, თუმცა ამ სეიფის მომსახურების გადასახადის გადახდაც კი არ სურს და სურს, რომ ეს ყველაფერი მისთვის იყოს უფასოდ. შემდგომში ივანიშვილის ქონების დასანქცირების პირობებში, რა თქმა უნდა, ამ ნახატების შემდგომი გასხვისება იქნება ივანიშვილისთვის შეუძლებელი და მას მოუწევს მხოლოდ და მხოლოდ ამ ნახატების, ასე ვთქვათ, ყურება, მათი ტრანზაქცია, გასხვისება, ფულადის სარგებლის მიღება აქედან ივანიშვილს სასახად შეეზღუდება. ეს ცხადი ნიშანია იმისა, რომ ივანიშვილი არის დემოკრატიული და ცივილიზებული სამყაროსგან სრულად იზოლირებული და დღეს იმისი ამოცანაა, რომ ყველა მისი აქტივი, რომელიც დასავლეთშია, დიდი სისწრაფით შემოიტანოს, სხვაგან ვერსად ვერ მიაქვს, ვერავის ვერ ენდობა და რაღაც დაახვაოს საქართველოში. ამას უყურებთ ჩვენ ახლა იქ ოფშორებიდან კომპანიების და ფულის გადმოფორმება სასწრაფოდ და რაღაცე შემდეგ ამ ნახატების და ასე ვთქვათ ხელოვნების ნიმუშების შემოტანა მანამ სანამ იქნება ის ხელისუფლებაში შეუძლია რომ ეს ყველაფერი აქ დაახვაოს, მაგრამ ამასაც დაკარგავს იქიდან გამომდინარე რომ ის ხელისუფლებაში დიდხანს ვერ დარჩება. მე ვფიქრობ რომ რაზეც ზრუნავს ივანიშვილი და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ზუსტად ამას უყურებთ ჩვენ არის მისი ქონება, მისი კარგად ყოფნა, მისი ოჯახის კომფორტი და თავისთვის და თავისი ოჯახის წევრებისთვის კომფორტული სიტუაციის და გარემოს შექმნა. ეს ოფშორების კანონიც ეს იყო, ხო? მან მიიღო ეს კანონი იმისთვის, რომ თავისი ქონება შემოეტანა საქართველოში და ამისთვის არ გადაეხადა არანაირი გადასახადი ბიუჯეტში და ამ შემთხვევაში ახლა ბიუჯეტი სხვა შემთხვევაში უпростоრად ბიუჯეტი მიიღებდა რამდენიმე ათეულ მილიონ ლარს როგორც შემოსავალს, მაგრამ რა თქმა უნდა ამას არ გააკეთებდა ბიძინა ივანიშვილი.
იმისთვის რომ სანქციების ეფექტი გაანეიტრალოს, როგორც სპეციალისტებისგანაც მოისმინეთ, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს იყენებს ერთგვარ სეიფად საკუთარი ქონებისთვის, თუმცა ამ სეიფის მომსახურებისთვის მას თანხის გადახდაც კი არ სურს საქართველოს მოქალაქეებისთვის და ბიუჯეტში არ შეაქვს ფული, რომელსაც ნებისმიერ სხვა შემთხვევაში ნებისმიერი სხვა შემომტანი საკუთარი ქონების საქართველოში გადაიხდიდა, რასაც ეხმაურებიან უკვე ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც, მათ შორის მამუკა ხაზარაძის განცხადებაც ვრცელდება, რომელიც ბიძინა ივანიშვილს უწოდებს ტიპურ შულერს, რომელიც საქართველოში ხალხის ბიუჯეტს იტაცებს. როგორ მოვიპაროთ მილიონები ბიუჯეტიდან? როგორ გავხდეთ ქველმოქმედი? მოდიხარ ხელისუფლებაში სამართლიანობის აღდგენის დაპირებით, ევროპასთან ინტეგრაციის ლოზუნგებით. იწყებ ქველმოქმედის იმიჯის მორგებას. პარალელურად იპარავ ბიუჯეტიდან სხვადასხვა მანიპულაციები. არიხდი გადასახადებს. ჯიბის პარლამენტს აღებინებ ოფშორების კანონს. მარტო იანვარში ნახატების იმპორტის გადასახადს არიხდი და ქვეყანას ართმევ 242 მილიონ ლარს. ბიძინას ძალიან ეშინია სანქციები. ბიძინა არის ტიპური შულერი, რომელიც საქართველოში ხალხის ბიუჯეტს იტაცებს. საწაიღო ქონება საქართველოში შემოტანის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე ამბობს, რომ ქართულს სარდაფი ამისთვის ვერ გამოადგებოდა ივანიშვილს და რომ ეროვნული ბანკია სწორედ ის ერთადერთი ადგილი, სადაც არსებობს პირობები იმისთვის, რომ ფერწერული ტილოები დაცულად იყოს შენახული, ამიტომ საინტერესოა გასცა თუ არა სპეციალური გადაწყვეტილება ნათია თურნავამ იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილს ესარგებლა ეროვნული ბანკის სივრცით, წესით, სხვა შემთხვევაში დაუშვებელია, რომ საკასო ცენტრში, სადაც ნაღდი ფული და ოქრო ინახება, კერძო პირის ქონებაც იყოს დაცული, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ნათია თურნავამ პოლიტიკური დავალების შესაბამისად გამოსცა სპეციალური გადაწყვეტილება და ბიძინა ივანიშვილს ეს ფართიც მიაგირავა.